ვინ არის წმინდანი? წმინდანი არის ის, ვინც დაინახა ქრისტე და მიბაძა მას. თუ ვინმე განიწმინდა, მხოლოდ და მხოლოდ იწმინდება ღვთის სიტყვით. როგორც მაცხოვარი ამბობს, რომ ბოლოს ფეხს აბას და მაშინ თავის დამბანეო პეტრეუნება გამბანის არჩევებაო ხელახლა დამბანი. ანუ მაცხოვარი მოვიდა იმისთვის, სიტყვა მოვიდა იმისთვის, რომ განებანა კაცობრიობა. სიტყვა არ მოსულა იმისთვის, რომ შეექმნა ახალი კაცი. არა, სიტყვა არ იწუნებს თავის ხმილებას. სიტყვას მოსწონს თავისი ხმილება. მიიხედა უკან და თქვა, კარგია. მოსწონს მას თავისი ხმილება. საუკეთესო ხმილებები ვარ ჩვენ. მაგრამ მოხდა დაცემა. მოხდა დაცემა რითი? არასწორი სიტყვის მიღება. ამიტომ მოვიდა სწორი სიტყვა და ამ სწორი სიტყვით ხდება აღდგომა. აღდგომა რა არის? აღდგომა არის განწმენდა არასწორი სიტყვის. და მოციქულები განწმინდა. და ამ განწმენდილზე გამოდის სული წმინდა. ეს სული წმინდა წმინდანს არ შორდება არც მისი სიკვდილის შემდეგ, არ შორდება არც მის სულს, არც მის ხორცს. ანუ არც მის სხეულს, რაც დარჩება. აქედან გამომდინარე არის სათაყვანებელი ჩვენთვის წმინდა ნაწილი. წმინდანის წმინდა ნაწილი. რადგან მასში არის იმ სული წმინდის ნაბი, რომელიც ამ ადამიანმა სიცოცხლეშივე მოიხდიდა. ამიტომაც არის ოდიგზე, ანუ ოდიგი არის რაც იშლება წირვის დროს აღმოკერებული წმინდა ნაწილი. ეს იყო ტრადიცია მოციქულების, რომ მოწამეების საფლავზე წირავდნენ და მოწამეების საფლავზე ყველაზე მეტად იყო სული წმინდის მადლები და იქ იყო მოწამეების წმინდა სხეული დაფლული და იქ წირავდნენ და შემდეგ კიდე ტრადიცია შემოვიდა მოწამეების ნაწილს აკრავდნენ ოდიგს. ამიტომაც ჩვენ წმინდა სხეულებს, წმინდა ადამიანების წმინდა სხეულებს